საქართველოს ტყეებში მრავალი განსაკუთრებული არსება ბინადრობს. ეს ერთ-ერთი მათგანია. ხარაბუზა. იგივე გრძელრქიანი ხოჭო. ხოჭო, რომელსაც საკმაოდ ძლიერი და ბასრი ყბები აქვს. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBROIDS. ახლა დაგიბრუნდით იმ ვიდეოების სერიებით, სადაც პოულობ საინტერესო, შხამიან, საშიშ არსებებს, შემდეგ მათ ვიჭერ, მათ შესახებ ინფორმაციას გაწვდით და ბოლოს ისე უშვებ, სადაც ვიპოვე. ახლა ვიმყოფები მეგობრებო რაჭაში, გამოსული ვარ ხეების სიახლოვეს, აგერ არის შინდი, კაკალი, ხილი და ასეთ გარემოში, სადაც დიდი ხეებია, ღამით თან თუ გაქვს ფარანი, შეიძლება იპოვოს საკმაოდ საინტერესო არსებები, რომლებიც ჩვენთან ბინადრობენ. მაგალითისთვის მოვიყვან ხოჭოებს, რომლებიც საკმაოდ საინტერესოები და მრავალფეროვნები არიან ჩვენთან. ახლა დავიწყებ ძებნას, კარგად უნდა დავათვალიერო ტოტებიც, ნიადაგიც, ქვებიც გარშემო, მოხოთ ქვების ქვეშ არა. ღამით გამოდიან ეს ხოჭოები, ზოგადად ღამით არიან აქტიურები და ძირითადად ხის ტოტები უნდა შევათვალიერო და ზემოთ კიდე რაღაც დაფრინავს კიდეც. ხის მერქანი, ტოტები, ფოთლები, ყველაფერი კარგად უნდა შევათვალიერო და უბრალოდ საპონელად საკმაოდ მარტივი არის რა. ძირითადად ეს ხოჭოები არიან შავი შეფერილობის და ესე მწვანე ფონს რო უყურებ, ან ერთფეროვან კანს, ძალიან მარტივი არის. თავარი სხვა რამე არ ვიპოვო. უარესი რამე. უარესი რამე დავიპოვო. ამ ძებნაში. რა? ბევრი ვარიანტია ნინი. რა ვიჟა, რამე ცხოველი. აქ შინდის ხე არის. აი ეს კანს დააკვირდით ღამით. კანზე შეიძლება იყოს რამე. ოდიალისას ეს შევნიშნე ნიადაგზე და დაჭერაცოდე და მე ამოვსვი აქ შინდის ტოტზე. ეს არის გრძელრქიანი ხოჭო. ამიტომ ქვია, აი ამ ანტენების გამო. წესით? ხმა უნდა გამოსცეს და გაჩვენეთ მე მეგობრებო მაგას. ეს არის გრძელრქიანი ხოჭო, რომელიც წეღან მიპოვეს შემთხვევით და სახელიც გითხარით უკვე ამ ანტენების გამო ქვია გრძელრქიანი ხოჭო. ჩვენთან გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ხოჭოა. უკან მოყვება ციცინათელა, თუ ჩანს კადრში. ეს არის ციცინათელა. ო, ხელზე რა გადმოჭდა. გრძელრქიანი ხოჭოები არ არიან საშიშები. ან თავიდანვე გეტყვით, რომ თუ თქვენ სახლში შემოფრინდა, ან შემთხვევით იპოვეთ სადმე, ყოველუბრალოდ არ მოკრათ. საშიშები არ არიან, არანაირ ზიანს არ გვაყენებენ. მათი საკვები არის მხოლოდ დამპალი, მკვდარი ხმელი ხეები, სადმე შეშას თუ ინახოთ სოფელში, შეიძლება მანდაც იპოვოთ. ამაზე დიდებიც იზრდებიან, მაქსიმალური ზომა არის სადღაც 10 სანტიმეტრი. მაგრამ აი ეს თვითონ მაგ ზომაში არ ითვლება. ზომაში გულისხმობ მხოლოდ აი სხეულის სიგრძეს. ეს ანტენები, ეწამს ფრთხილად დავიყვანო. ეს ანტენები შეიძლება თვითონ თავის სხეულზე დიდიც ქონდეს. მამრებს აქვთ განსაკუთრებულად დიდი ზომის ანტენები. ესენი ეხმარება მათ, რომ ღამით უკეთესად გადაადგილდნენ. ასევე სხვადასხვა გემოს და არომატის შეგრძნებაში ეხმარება და მტაცებლების სიახლოვის გაგებაში ეხმარება. აგრესიულებიც არ არიან, მაგრამ საკმაოდ წარეკბენა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ გააღიზიანეთ და სიტყვაზე ყბასთან მიუტანეთ ჰითები. მის ყბებს მერე კარგად გაჩვენებთ ახლო კადრით. ახლა ჩვეულებრივად შეუძლია მიკბინოს, მაგრამ არ უნდა რა უბრალოდ. აი აქ წინ ყბები. ეს სავარაუდოდ მამრია, იმიტომ რომ ბევრად დიდი ზომის ანტენები აქვს, დედრებს უფრო პატარა ზომის ანტენები აქვთ. ეს თავისი მეწყვილის პოვნაშიც ეხმარება სხვათა შორის. და გამოსცემენ ხმებს. ხმას გამოსცემენ უკან ფრთების მოძრაობით, ასევე აი ამ შეიძლება ახლა მიკბინოს. უკენა რო დავიჭერ, შეიძლება ქვემოთ ეგრევე ჩამოვლოს. სხეულის ზედა ნაწილის მოძრაობით და ზედა ნაწილზე აქვთ ორი წვეტიანი რქა, წამონაზერდი. აი ეს წვეტიანი წამონაზერდები, რაზეც გეუნებოდით, ხელს რომ უკიდებ, ეგრევე იგრძნობა, როგორი ბასრი არის. გეგონება პატარა ეკლები გერჭობა ხელშიო. კარგად გაჩვენებთ მაგას. ფრთხილად დავიჭირო. არაფერს დაუზიანებ, არ იდარდოთ. ეს არის ტანკივით. ამას რავი რო დაუზიანო, წყელტუჩათი უნდა ჩაავლო, ალბათ მთელი ძალით მოუჭირო. ეს არის მისი ყბები, საკმაოდ დიდი ყბები აქვს. გადაღების პროცესში ნინი მიპოვა ეს. შეხედეთ.
ეს არის ნამდვილი მხეცი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ხოჭო, რომელიც ჩვენთან ბინადრობს. ეს არის ყბები. ამაზე მეგობრებო ცალკე ვიდეოს დაელოდეთ. არ გამოტოვოთ. ამ ხოჭოს საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს. სადღაც 2-დან 7 წლამდე ცხოვრებას ატარებს ხეში. შიგნით. მაშინ არის ლარვა, ანუ რაღაც მატრის მაგვარი. ლარვა ეგ მაგას ნიშნავს, ყოველი ხოჭო, პეპელა, ჭიამაიებიც თავიდან არიან ლარვები. ხეში აკეთებს გვირაბებს, ოღონდ მკვდარ ან დამპალ ან საერთოდ ხმელ ხეში, ცოცხალში არა, ცოცხალ ხეს არ უნებს. როგორც გავარკვიე მასე ინფორმაცია, მანამდე რო კითხულობდი, ცოცხალ ხეს არ ნებსო არსად არ წერია. მოკლედ, აკეთებს გვირაბებს, შემდეგ იქვე ჭუპდება, გარშემო იკრავს რაღაც ჭუპს და მერე გამოდის უკვე ასეთი სახით. რომ გამოდის, იკვებება ისევ ხმელი ხით, დამპალი ხით, ყვავილის მტვრით და ხანდახან ხილით. ეგ უფრო იშვიათად. მოდი გადმოდი ერთ წამს ხელზე. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც უკვე ასეთი სახით არის გამოსული, საერთოდ არაფერს არ ჭამს და მხოლოდ გამრავლებისთვის ცხოვრობს. დიდი ხანი არ ცხოვრობს უკვე გამოსulis შემდეგ. იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, 2-დან 7 წლამდე ხეში ატარებს ლარვების პერიოდში და მე უკვე დიდი ხნიანი სიცოცხლე აღარ დარჩენია. ამის ყბებზე ცალკე მომენტ ჩაგიწერთ მეგობრებო, ახლოდან მინდა გაჩვენოთ ძალიან დეტალურად და გაჩვენოთ როგორი ძლიერი ყბები აქვს. მას ბუნებაში ბევრი მტაცებელი არ ჰყავს, ძირითადად მასზე ფრინველები ნადირობენ, რაღაც დიდი ზომის ქვეწარმავლები და იშვიათ შემთხვევაში დიდი ზომის ობობები. ოღონდ ძალიან დიდი ზომის ობობები, ჩვენთან მაგალითად ობობა არ არის, მაგრამ ფალანგა რომ ავიღოთ, თუ ჩავლო, დაასწრო, მაგ შემთხვევაში მოერევა. ისე ძალიან ძლიერი ჯავშანი აქვს. ამაზე არც ჩოქელად ცდის ნადირობას და არც სხვა რაიმე მტაცებელი მწერი, იმიტომ რომ ტანკივით არის ჩათვალეთ. ზოგადად ხოჭოები ფაქტობრივად ტანკები არიან, ძალიან ძლიერები არიან, უზარმაზარი, ძლიერი და სქელი ჯავშანი აქვთ, რის გამოც ბევრი არსება მათზე უბრალოდ უარს ამბობს და არც არაფერს ცდილობენ ხოლმე. ნახეთ როგორი დაკოპლილი ჯავშანი აქვს, სულ წამონაზარდები აქვს ზემოდან რა. ფრენა კარგად შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ძიმეა, ძალიან კარგად დაფრინავს. უბრალოდ ძირითად დროს ასე რო გითხრათ, ჰაერში ატარებს თქო არა. იშვიათად დაფრინავს რა, გაქცევის შემთხვევაში ან რაღაც კონკრეტულ ადგილზე რომ უბრალოდ გადაფრინდეს ტოტიდან ტოტზე, ხიდან ხეზე და ასე შემდეგ. ახლა მინდა კარგად დავიჭირო. დაჭერის დროს ანტენებს უკან სწევს. აი ხმა გესმით? იმედია გესმით ხმა, იმიტომ რომ დაბალი ხმა აქვს. აი აქ კარგად დაინახავთ მის ყბებს, ფოკუს გავასწორებ. ცოტა ხანში შეიძლება მიკვინოს კიდეც, იმიტომ რომ თითთან ძალიან ახლოს არის. ხომ პატარა არსებაა, მაგრამ საკმაოდ ძლიერია, აი ხელი ძლივს ვიჭერ. თან არ მინდა რაღაც ვატკინო და ნაზად მიჭირავს. და ამასობაში მოძრაობს და ხელიდანაც მისხდება. აქ იტყობა რაღაცას ჭამდა, ნახეთ. რაღაც მცენარის ნარჩენები აქვს ყბებს შორის. ნახეთ როგორ იდეალურად აგებული არსება, როგორი თვალები აქვს. როგორი სახე, რაღაც ფილმის მონსტრს ჰგავს. რაც შეეხება ყბებს, უძლიერესი ყბები აქვს და მარტივად შეუძლია ნებისმიერი წერი. რა მწარედ მიკბინა, ნებისმიერი წერი თუ რავი, არაკნიდი დაამარცხოს. კმენით უბრალოდ. აუ, კანში ჩავიდა, რასაც ქვია. ძალიან მაგარია. კანს აზიანეთ მოკლედ, მაგრამ საშიში არ არის მეგობრებო და საერთოდ არაფერი არ დახოცოთ ხოლმე. განსაკუთრებით ასეთი უწყინარი ხოჭოები, რომლებიც პირიქით ტყეს ასუფთავებენ, ხმელხეებს ჭამენ, დამპარხეებს ჭამენ, ასეთი არსებები პირიქით სასარგებლოები არიან. ამ ხოჭოს მსოფლიოში ყველაზე დიდი სახეობა, რაც არის Titan bit ქვია, ანუ ტიტანი ხოჭო, რომლის ზომაც არის 16-17 სანტიმეტრი. ეგ არის ერთადერთი გამონაკლისი. ზოგადად სტანდარტულად ესენი არიან 8-დან 10 სანტიმეტრამდე. სხეულის ზომას გულისხმობ, როგორც მანამდე უკვე გითხარით, რაც შეეხება მის ხმას, რომელიც წეღან იმედია გაიგეთ, მაგას მე გადავამოწმებ ვიდეოს კეთების დროს, გამოსცემს რაღაც წლიპინის ან ჭრაჭუნის მსგავს ხმას. ეგეც უკვე გითხარით, რომ ფრთების და სხეულის სხვა ნაწილების მოძრაობით გამოსცემს, ზოგჯერ ყბის მოძრაობითაც, მაგას უკვე აქვს თავისი დანიშნულება. მაგას აკეთებს თავდაცვის დროს, იმიტომ რომ წეღან ხელით მეჭირა და ალბათ ეშინოდა და ხმას გამოსცემდა, ასევე აკეთებს მაშინ, როდესაც ებძებს
ასევე აკეთებს მაგას მაშინ, როდესაც ეძებს პარტნიორს. ნუ ახლა ბუნებაში რო იყოს თავისით გაშვებული და ჩემგან საფრთხეს არ გრძნობდეს, პარტნიორის ძებნაში შეიძლება ეგეთი რაღაც გააკეთოს. და აი ამ ანტენებს რაც შეეხება, ძალიან მაგარი რაღაც არის, იმიტომ რომ ანტენებზე აქვს ათასობით სხვადასხვა სუნის რეცეპტორი. წარმოიდგინეთ, რამდენი სუნის გზნობა შეუძლია მას, აი უამრავი. აბა, მაგარი რაღაც არის. არანაირი აგრესია, არანაირი ზიანი. არის დადოთ. მაქსიმალური ზიანი, რისი მიყენებაც მას შეუძლია ადამიანისადმი, ეს არის რომ რაღაცა ხილი შეჭამოს. ეგეც იშვიათად. მაგრამ არის შემთხვევები, რომ კონკრეტულ ხეხილს ერჩიან ხოლმე. ამას ცოტა ხანში დავაბრუნებ ველურ ბუნებაში. მანამდე კარგ კადრებს გადავუღებ ამავე ვიდეოსთვის და გააგზელებს ცხოვრებას იქ, სადაც მანამდე იყო. არ მიკვინო მანამდე აყვანისას? აი ნიკათიც ეკბინა ნახდად არ მოწყობს. ეგრევე ჩქარა წავიდა. კარგად. გრძელრქიანი ხოჭო იგივე ხარაბუზა ბინადრობს ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე მთელს ევროპაში და დასავლეთ აზიაში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ირანშიც. როგორც მანამდე უკვე გითხარით, გრძელრქიანი ხოჭოები მტაცებლები არ არიან და სხვა არსებებს არ ერჩიან. მაგრამ თავდაცვის შემთხვევაში მას მარტივად შეუძლია ნებისმიერი მწერის ან არაქნიდის დამარცხება, რადგან საკმაოდ ბასრი და ძლიერი ყბები აქვს. ზოგადად აგრესიული არ არის. მაგრამ ისევე როგორც რომ წარმოვიდგინოთ დიდი ზომის ბარახის მჭამელები, მარტორკასპირო და ასე შემდეგ. ისინი ხომ არ არიან აგრესიულები, ანუ სხვა არსებებს ხომ არ ერჩიან და არ ნადირობენ მათზე. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თუ თავს იცავენ ან ოჯახს, შეუძლიათ სხვა მტაცებლების მოკვლა. ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს. ხარაბუზა ხელით მიჭირავს, მას მარტივად შეუძლია რომ ზიანი მომაყენოს ან მეკბინოს, მაგრამ ამას არ ცდილობს. ძალიან იშვიათად რომ გვიკბინოს მან, იმიტომ რომ არ არის აგრესიული მწერი. და თუ დააკვირდებით მის ფეხებს, პატარა ბრჭყალებივით აქვს. ძალიან საყვარელია მე თუ გითხავთ. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. დაელოდეთ და შემდეგ ვიდეოში იხირავთ ირმისებრ ხოჭოს, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა, ისევე როგორც ეს ხარაბუზა. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ ამ საინტერესო არსებაზე, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, არ დაგაუწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც უამრავი საინტერესო არსება გველოდება წინ. ნახვამდის.